Ბრუნდებით პირდაპირ ეთერში ბაჩუ ახალი ერლდანის საშელახსრობის მეშვიდე დაწესებულებაში გადაიყვანეს, როგორც საშელახსრობის სამინისტროში აცხადებენ, ახალი ეს გადაყვანის მიზეზი მისი უსაფრთხოების დაცვა გახდა. ამ თემას ჩვენ ოდნავ მოგვიანებით დაუბრუნდებით, მანამდე თბილისის საქალაქო სასამართლო გიორგი კალანდაძისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით გირეოს შეფარდებაზე განმარტებას აკეთებს. სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2012 წლის 9 ნოემბერს საქალაქო სასამართლომ მას 20,000 ლარიანი გირეო შეუფარდა, რომლის პირობებიც ბრალდებულს არ დაურღვევია და პირველივე გამოძახებაზე გამოცხადდა სასამართლოსა და პროკურატურაში. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ გიორგი კალანდაძე გამოძიებისთვის ხელი შეშლის საფრთხეს არ წარმოადგენს, რაც შეეხება ბრალდებულ ბაჩუ ახალაიას. სასამართლო მიიჩნევს, რომ შესაძლოა მართლმსაჯულებას ხელი შეუშალოს ბრალის დადასტურების შემთხვევაში შეშინდეს და მიიმალოს, ამიტომაც მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. საქმეში არ ფიგურირებდა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 11 ნოემბრის განჩინებით ის გათავისუფლებულია გენერალური შტაბის უფროსის ხელმძღვანელის პოზიციისგან. ასევე იგი დადებითად ხასიათდება ამავე თანამდებობაზე მისი მოვალეობის შემსრულებლისგან. ჰყავს მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი. საქართველოში გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამ გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილი არ არსებობს ვარაუდი, რომ მოხდეს ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, ასევე საქმეზე შემხებლობის მქონე პირების მიმართ ზემოქმედება და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. რაც შეეხება ბრალდებულ ბაჩანა ახალაიას, მის მიმართ აღკვეთი ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისა სასამართლომ მხედველობაში მიიღო შემდეგი გარემოებები. ქმედების ხასიათიდან გამომდინარე, მისი მხრიდან მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის საფრთხე. ასევე ბრალის დადასტურების შემთხვევაში მოსალოდნელი სასჯელის შიშით ბრალდებულის მხრიდან მიმალვის საფრთხე. აგრეთვე მოცულობითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ინტერესი და ამ პროცესში ბრალდებულის მხრიდან შესაძლო ხელის შეშლის საშიშროება.